მოგესალმებით, მე ვარ მარიკო და დღეს მინდა რომ განვიხილოთ ურთიერთობები ამ შემთხვევაში სერიალში და მინდა გითხრათ ჩემი ერთ-ერთი ალბათ ერთ-ერთი საყვარელი წყვილი, რომელიც მინდოდა რომ გამოსულიყო, მაგრამ წლებთან ერთად მივხვდი რომ ჯობია რომ არ გამოვიდეს. მოდით ვისაუბროთ ჩემი ცოლის დაკალებზე, სადაც საკმაოდ კარგად არის აღწერილი ზოგადად ქართული რეალობა. ვთვლი რომ ეს სერიალი არის საქართველოს სარკე, იმიტომ რომ თითქმის ყველა ურთიერთობა პირადად მე რაც სერიალში მოქვს ნახე, ცხოვრებაშიც მინახავს, ყოველ შემთხვევაში გამიგონია მაინც. ამიტომ მოდი ასე თუ ისე ვისაუბროთ. პერსონაჟებს არ განვიხილავ, იმიტომ რომ ეს სერიალი არის 19 სეზონი და ამ 19-ვე სეზონში იმდენი პერსონაჟია, ეხლა ყველას რო ჩამოუყვე. რა ვიცი, არც ნერვი მექნება და ალბათ არც პირადი აზრი. ყველასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა არ არის ჩემთვის საინტერესო. მოდი განვიხილავ პირველ წყვილს, ჩემთვის ალბათ ხო ყველაზე საინტერესო დუდუს და მაკას წყვილი. უბრალოდ წყვილი, რომელიც გვინდა რომ იყოს, მაგრამ არ იქნება არასდროს და ჩემი აზრით ძალიან კარგიც იქნება თუ არ იქნება. და გეტყვით რატო. არ ვიცი დაკვირვები ხართ თუ არა, მაგრამ დუდუც და მაკაც ორივენი არიან ძალიან დამოუკიდებელი პერსონაჟები. ანუ დამოუკიდებელი კაცი, დამოუკიდებელი ქალი. როდესაც ორივე ადამიანი არის დამოუკიდებელი, ძალიან იშვიათია რომ ასე ვთქვათ, მათ გამოუვიდეთ სტაბილური ურთიერთობა. მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი თანამშრომლები, კარგი მეგობრები, მაგრამ არა კარგი წყვილები და გეტყვით რატო. მოდი დავიწყოთ დუდუსგან. როგორი კაცია დუდუ? დუდუ არის უშიშროების წარმომადგენელი, რომელიც ასე ვთქვათ, არის მომგვარებელი, რომელსაც იბარებენ პრეზიდენტთან, მინისტრებთან, ბაბუსთან და ასე შემდეგ. თუმცა, მოდი შევხედოთ მის ოჯახს, როგორი ქცევები აქვს მას ოჯახთან მიმართებაში, როგორი დამოკიდებულება და ასე შემდეგ. მისი დამოკიდებულება ცოლთან მიმართებაში არ არის ნორმალური, ხომ ელაპარაკება, როგორც იცი რა, ცოლი ხარ და მიხედე ოჯახს, ხო? თითქოს მისი მამობა არ არის მოვალეობა, ხო? დუდუს მამობა, მისი მამობა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ის არის ბავშვების შემქმნელი, თუმცა არა მათი აღმზრდელი, ხო? იმიტომ რომ ბავშვების აღზრდა სრულად არის გადასული ნიკოზე. თითქოს ეს არის ყოველ და მხოლოდ ფულის შემომტანი, რა გინდა ქალო, ფული ხომ შემომაქვს სახლში და მიდი ახლა ბავშვები შენ ზარდე. მისი ამ დამოკიდებულების გამო არის ზუსტად რომ მისი შვილები არიან ასეთები, თუნდაც პაკო, რომელმაც სამწუხაროდ გოგონა გაუპატიურა თავისივე ძმაკაცებთან ერთად და ეს საერთოდ არ მიაჩნია პრობლემად პირიქით. ამბობს რიცია თვითონ გვიწვევდა და მოდი ესე ვთქვათ, ეს პაკო რო ყოფილიყო კარგი ოჯახის შვილი და კარგ მამას გაეზარდა, ესენადოდ არ იტყო და ელემენტარული, როდესაც ნახავდა გოგოს, რომელიც არანორმალურად იქცევა, რომ თვითონ იწვევს კაცებს პირიქით. ასე ვთქვათ, მასზე კი არ იძალადებდა, პირიქით დაეხმარებოდა, ელემენტარული ტაქს გამოიძახებდა და სახლამდე მიეცილებდა. ასე იქცევა ნებისმიერი ნამდვილი მამაკაცი, კარგად აღზრდილი კარგ ოჯახში, ქრისტიანულად, ადამიანურად და ასე შემდეგ. ხოლო ის როგორც მოიქცა პაკო და მისი ძმაკაცები, ანუ ცხოველურად, ასე სამწუხაროდ იქცევიან აი ესეთი განებივრებული მამის შვილები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. რადგან მათი პირდაპირი ავტორიტეტი, მათი პირდაპირი, ასე ვთქვათ, ადამიანი, ვისგანაც იღებენ მაგალითს არიან მამები, ანუ ფულიანი მამები, რომლებიც ბავშვებს აფინანსებენ და მორჩა, მან თავდება მათი მამობრივი მოვალეობა. სულ არ აინტერესებთ ახლა ეს ბიჭი ვისთან წავარას გააკეთებს, ვის დაჩაგრავს, ვის არ დაჩაგრავს და ასე შემდეგ. ერთადერთი მომენტი, პირადად მე რაც მომეწონა დუდუსგან, ალბათ ეს იყო კი, რომ კარგი გააკეთა ნამდვილად, რომ პაკო ჩასვა ციხეში. ჩემი აზრით დანარჩენი სამიც რომ მიესაგვერდით თუ დანარჩენი ორი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით ერთადერთი კარგი რამე რაც გააკეთა საერთოდ ამ სერიალში ამ კაცმა იყო ზუსტად ეგ, რომ თავის შვილს მიუჩინა თავისი ადგილი. სამწუხაროდ ის პაკო იმ ციხეში ვერაფერს ვერ ისწავლის, პირიქით უფრო გამორეტდება. თუმცა მისი გამორეტება თავის ბრალი არ არის, ეს არის როგორც გითხარით მამის ბრალი, ანუ ძალიან გვიან გააკეთა ეს ყველაფერი. თავიდანვე რო დალაპარაკებოდა, თავიდანვე რო ჰქონოდა საკუთარ შვილთან ესე ვთქვათ, მამაშვილური აღზრდელობითი ურთიერთობა და აეხსნა რო შვილო, ქალი არ არის ცხოველი, არ არის ნივთი, რომელსაც როგორ გინდა ისე მოექცე, როდესაც ქალი არის სუსტ მდგომარეობაში, არ არის ალკოჰოლის
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, როდესაც თვითონაც არ იცის რა უნდა არის დაბნეული, კი არ უნდა იძალადო მასზე, კი არ უნდა გამოიყენო და კი არ უნდა მოექცე ისე როგორც ნივთს ან ჯვარს, უნდა პირიქით, უნდა დაეხმარო. მით უმეტეს როცა იცნობ. მით უმეტეს როცა შენ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ კაცი ხარ და არა რაღაცა ხამია, ცხოველია, რაღაცა არ ვიცი, რაღაცა საოცრება. იგივე დამოკიდებულება აქვს დუდუს საკუთარი შვილის მარიამის მიმართ, გოგონას მიმართ, რომელსაც თუ დააკვირდებით, როგორ ელაპარაკება, ხო, რომ აი შენ ახარ შვილო დებილი. რა ხდება? რა დროს ეგარი? დამღალა დღეს მთელი დღეა. აღარ შემილია. ტელეფონზე არ მალაპარაკებთო, ქუჩაში არ მიშვებთო, იმან ვიღაცა გააუპატიურა და მე რა შუაში ვარო. დავიღალე გესმის მთელი დღე. მარიამ! ხო, მე რატომში ვერ ვიგებ? რა ტრაგედია, რომ ესეთი უტვინო ხაშულო რა. რატო ვარ უტვინო? შენი ძმასავით უტვინო, გაზულუქებული და შეუგნებელი. ასტა, დინაკე დუდუ. ეხლა ჩემზე უნდა იყარო ჯავრი. მას დაუწიე, შენი დედა მოუწყა. უსვენია. გადი შენ სოთებში, დროზე. შენ რას მიკეთებ? თელი ცხოვრება ერთი გამაგებინე რა. რატომ გაზარდე ესენი ესე ცხოვრება? გამაგებინე ერთი. დუდუ. მე მოგბრავებ არა. ანუ როდესაც გოგონას მამა ელაპარაკება აი ასე, რომ შვილო შენ ხარ დებილი, ჯერ ერთი ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ გოგონასთვის პირველი მამაკაცი, პირველი ავტორიტეტი ყოველთვის არის მამა. გოგონასთვის პირველი დამცველი, ასე ვთქვათ, პირველი დამცველობითი აღქმა არის მამა. შესაბამისად, როდესაც მამა გეუბნება ესე, რომ შვილო შენ ხარ დებილი, რომ შენგან არაფერი არ გამოვა, რომ დედა შენს გავხარ და ვერაფერს შენ ვერ ხვდები და შენგან არც არაფერი არ გამოვა, ასეთი საუბრები, ანუ რას გვაძლევს? არაფერს. ერთადერთი გვაძლევს ძალიან დიდ ტრამვებს ასევე ამ გოგონაზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჰქონდეს, ასე ვთქვათ, პროტესტი და ომი საკუთარი მამის მიმართ, როგორც იცით სერიალის მიხედვით, მარიამა ჯინაზე ვიღაცაზე დაქორწინდა, ღმერთმა იცის კიდე რას გააკეთებს ეს გოგო. შეიძლება მამის ჯინაზე კიდე რაღაც მამის ძმაკაცებთან დაიწყოს ურთიერთობა, ან რაღაც მამის ტოლა კაცებთან დაიწყოს ურთიერთობა, სამწუხაროდ არსებობს ესეთი რაღაცები, ფსიქოლოგიურად ხდება ესეთი რაღაცები, როგორც წესი, გოგონები, რომლებიც ასე ვთქვათ, მამის ტოლა კაცებს დაძდევენ, ფულის თუ ასე შემდეგ, აი ამ ყოველფრის გამო ძირითადად არიან ასეთი ოჯახებიდან, სადაც მამა არ არის ავტორიტეტი, სადაც მამა არის მხოლოდ არ ვიცი რაღაც ამ ფულის შემომტანი, ან არაფერი არ არის მამა. ხო, ოჯახში მამა უნდა იყოს ავტორიტეტი, უნდა იყოს გარდა იმისა, რომ უნდა იყოს, ფულის შემომტანს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ფულის შემომტანი ჩემი აზრით დედაც უნდა იყოს და მამაც, არა მხოლოდ მამა. თუმცა, როდესაც მამას ვთქვათ, უფრო მეტი შემოსავალი აქვს, მამა არ უნდა იყოს მხოლოდ მამა და მხოლოდ ბავშვის შემქმნელი. პირიქით, უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ოჯახთან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინაიდან მაკა ამ ყველაფერს აცნობიერებს, აი დუდუს ასეთ ხასიათს, როგორი ურთიერთობაც აქვს მას თავის ცოლთან და თავის შვილებთან, როგორი დამოკიდებულებაც აქვს. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ მაკა არის საკმაოდ ჭკვიანი იმისათვის, რომ დუდუსნაირ კაცთან არ დაიჭიროს ურთიერთობა. მხოლოდ თანამშრომლული ან მეგობრული. დუდუ მომისვინე? რა? შენ მართლა საშინელი კაცი ხარ, იცი? საშინელი კაცი. ჩემო მაკა. როდის იყო ქალები კაცებს და არა კაცებს ერთმანეთისგან არჩევით ვაფშე? კარგად. რაც შეეხება მაკას, მაკა არის საკმაოდ წარჩინებული, ასე ვთქვათ, ხელოვნების სფეროში, რომელსაც აქვს თავისი, ასე ვთქვათ, კომპანია და ასე შემდეგ და ხამ ყველაფერს არ მოყვები, თუმცა რაც შეეხება მის ურთიერთობებს, უკეთ მის ოჯახში არის თითქმის ყველაფერი პირიქით. ანუ ძირითადად ასე ვთქვათ, ურთიერთობის წამყვანი და ზოგადად ოჯახში წამყვანი არის მაკა, მიუხედავად იმისა, რომ ქალია, ძირითადად ყველაფერი მაკას სახელით წყდება და მგონია, რომ უფრო დომინანტურ მდგომარეობაშია. მაგალითად, კითხვა რატო ყავს მის ქმარს ახალგაზრდა საყვარელი. ჩემი აზრით, იმის გამო, რომ მაკა არის საკმაოდ მკაცრი ხასიათის ქალი, ვფიქრობ, რომ არის ძალიან დამოფიტული მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, მისი მუშაობიდან, მისი აზრებიდან და ასე შემდეგ გამომდინარე, მას არანაირი სურვილი, არანაირი ვნება აღარ აქვს საკუთარი ქმარის მიმართ და როდესაც კაცს საკუთარი ცოლი, ასე ვთქვათ, არ უზიარებს სიყვარულს და ვნებას, შესაბამისად ის ეძებს ამ ყველაფერს სხვაგან.
და როდესაც ასაკით არის კაცი უფროსი, რა თქმა უნდა, ის ძირითად შემთხვევებში ეძებს ასაკით პატარა გოგოსთან, რატო? იმიტომ რომ ასაკით პატარა გოგო უფრო არის ბევრად აქტიური, ენერგიული, ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, ვნებიანი, ბევრად უფრო გამოუცდელი, შესაბამისად, მისთვის არის უფრო ახალგაზრდა გოგო მიმზიდველი. მაკას შვილები, ჩემი აზრით, მაკა ძალიან ცუდად ექცევათ საკუთარ გოგონას, რომელსაც ძალით აკეთებინებს აბორტს. არ მივესალმები ამ ყველაფერს. ზოგადად აბორტზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩემი აზრით არ არის სწორი. მაგრამ ჩემი აზრით აი ესე ძალით საკუთარი შვილის მითრევა და ძალით გაკეთება ეგეთი რაღაცის არის ძალიან ცუდი, როდესაც ასე ვთქვათ, მისმა ბიჭმა და ორსულა გოგონა და პირიქით რაღაც ხელგაშლილები შეხვდნენ ოჯახში. საკუთარ შვილს დაავალდებულა იმ გოგოსთან ერთად ცხოვრება, იმ გოგონას მოყვანა, ვინც ასე ვთქვათ, დაორსულა მის შვილმა. ჩემი აზრით ძალიან უსამართლოდ ექცევა გოგონას და ძალიან კარგი იქნა მისმა შვილმა, რომ აი ესე გაიქცა. მე ვერ გავამტყუნებ. სამწუხაროდ ვერ გავამტყუნებ მის აქციელს. მოდი დაუბრუნდეთ დუდუს და მაკას ურთიერთობას. დუდუს და მაკას ურთიერთობა არის ძირითადად მეგობრული, ძმაკაცური, თანამშრომლური, რაც არის ყველაზე სწორი ურთიერთობა, რაც ამ ორ ადამიანს შორის არის. და გეტყვით ხა რატო? დუდუც და მაკაც ორივენი არიან ძალიან დამოუკიდებელი ადამიანები. აი დაუშვათ თეორიულად რომ დაუშვათ, თქვათ, დუდუსა და მაკას შორის დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა. ჯერ ერთი არ დაიწყება გამორიცხულია, მაგრამ თეორიულადაც რომ დაუშვათ. ერთადერთი შემთხვევა, ეს შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ორივე იქნება აბსოლუტურად არაფხიზელ მდგომარეობაში, მაქსიმუმ ექნებათ ალბათ ერთი ვნებიანი ღამე და მორჩა. იმის იქით შანსი არ არის რომ მათ რამე პირადი ურთიერთობა ჰქონდეთ. რატომ? იმიტომ რომ თუ ამ ურთიერთობის შემდეგ ერთი ღამის შემდეგ გაგრძელდება მათი ურთიერთობა, უყურეთ როგორი იქნება დუდუ აუცილებლად მოინდომებს აი ამ ქალის გაკონტროლებას. ყოველ დღე დაურეკავს სადა ხარ, ვისთან ხარ, რატო ხარ, მოინდომებს რომ მუდმივად მასთან ერთად იყოს, მოინდომებს რომ იმასთან არ გქონდეს ურთიერთობა, იქ არ წახვიდე და ასე შემდეგ და მაკა არ არის ნამდვილად ის ქალი, რომელიც დუდუს ცოლივით, ანუ ნანიკოსავით ესე სახში დაჯდება და თავის ქმარს ესე ხელებში შესწინებს, რომ ოღონდ შენ მე მითხარი და რაღაცა. შესაბამისად, მათ შორის ეს ურთიერთობა არ მოხდება. ერთადერთი როგორც გითხარით, მაქსიმუმ აი ორივე ძალიან ნასვამ მდგომარეობაში უნდა იყოს. ნუ აი თვალები უნდა იყვნენ ორივე, რომ მაქსიმუმ ვნებებს აყვნენ. ვნების იქით გამორიცხულია რომ მათ შორის იყოს რაიმე პირადი ურთიერთობა. ასეთი ტიპის ადამიანებს კაცი რომელიც არის ძალიან დამოუკიდებელი და თავის ჭკუაზე დადის და ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებს, ცოლსაც, შვილსაც და ასე შემდეგ. ქალი რომელიც არის ძალიან დამოუკიდებელი და არ აინტერესებს თავის ქმრის აზრები და თავის შვილებსაც თვითონ მართავს. ყველაფერს თვითონ მართავს. 100 წელი არ ივლის ასეთი კაცის ჭკუაზე, როგორც არის დუდუ. დუდუს არა. ილოს რაც შეეხება, ილო ნახეთ ილო არის მოგზაური, ილო აქეთ დადის, ანუ ილო მისთვის ბევრად უფრო საინტერესოა, მასთან ურთიერთობა არის უფრო ესე ვთქვათ, გამოწვევა, რაღაც ისეთია, რაღაცა ოცნებასავით არის ხვდებით და დუდუ მაინც ისეთი ტიპაჟია, რომ აი უფრო манипуляტორი ტიპის კაცია რა. თვითონ მაკაც манипуляტორია საკმაოდ და ხო ხვდებით ხა ორი манипуляტორი ერთად ვერ გაკაჩავს, ასე ვთქვათ რა. ან ერთი უნდა იყოს მთავარი და ამის ჭკუაზე უნდა იაროს არ მეორე და როგორც გითხარით, ეს ორივე ისეთი დამოუკიდებელი ტიპაჟები არიან, რომ ესენი ერთმანეთის ჭკუაზე არ ივლიან. ერთადერთი არის გამოსავალი, რომ იყვნენ მეგობრები ან თანამშრომელი. იმის იქით სხვა ურთიერთობა არც კი განიხილება. პირად ურთიერთობას არა. მაქსიმუმ ვნება, მაგრამ ნუ იქიდან გამომდინარე, რომ მაკას საერთოდ არ აქვს არანაირი ვნება დუდუსთან დაკავშირებით, ესეც რა თქმა უნდა არ მოხდება. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ეს წყვილი ერთად არ იქნება არასდროს. მერწმუნედ, ვისაც გონიათ, რომ ეს წყვილი შედგება, არ შედგება. თუ შედგება ოდესმე, იქნებიან ძალიან ტოქსიკურები, თუმცა აქვე გეუბნებით, რომ არა, გამორიცხული ასეთი ტიპის ადამიანები ერთად ვერ იქნებიან. ორი დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც მეორის ჭკუაზე არ გაივლის და საკუთარი თავმოყარეობა და სიამაყე გააჩნია, ერთად ვერ იქნებიან. ერთადერთ შემთხვევაში იქნებიან, თუ მაკას რეალურად შეუყვარდება დუდუ და დუდუსაც რეალურად ეყვარება, მაგრამ არ დაიწყებს მის გაკონტროლებას. არ ექნება იმის შიში, რომ ეს მაკა ნებისმიერ დროს წავა, იმიტომ რომ კაცს
როდესაც აი ესეთი ხასიათი აქვს манипуляტორული და ქალი, რომელთაც იცის რომ ძლიერია და ამის ხუშტურებზე არ ერბენს, ხო? ყოველთვის ექნება იმის შიში, რომ ეს ქალი მისგან გაიქცევა და ყოველთვის შეიძლება მის გაკონტროლებას. შესაბამისად, ეს ურთიერთობა არ გაგრძელდება, ანუ არ იქნება სტაბილური, ძალიან ტოქსიკური იქნება და რატომ მიდიხარ, რატო არ მიდიხარ და ასე შემდეგ. ანუ მუდმივად ჩხუბში იქნებიან, მუდმივად კონფლიქტი, მუდმივად რაღაცა კონკურენტული დამოკიდებულება იქნება. ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან, არა მე ვარ მართალი, არა შენ ხარ მტყუარი და ასე შემდეგ. გულწრფელი ურთიერთობაც არ ექნებათ. რატო? იმიტომ რომ როდესაც ორივე манипуляტორია, შესაბამისად ორივე ეძებს ისეთ ხრიკებს, ისეთ თემებს, ისეთ სალაპარაკო თემას, რომ ერთმანეთი მოხიბლონ, რომ აბა ვინ დაუთმობს და აქ არ არიან ეგრე. სხვათა შორის თუ გახსენდებათ ესეთი კადრია, როდესაც თუ ეუბნება, რომ მეო ხედავდიო შენშიო ქალსო, რომელსაც აქვს ემოციები წარწმეული, მაგრამ როდესაც ილოსთან ერთად დაგინახეო, თურმე ემოციებიც კარგად გქონია, გენაცვალე ვნებებით შეგძლებია და ასე შემდეგო და შენ რატომ ცდილობ ჩემი ცხოვრება დაალაგო ერთი მითხარი? ვერ ხვდები? შენ მეკითხები მამას? არა, მე თუ ვინმეს ვეხმარები, ან მჭირდება, ან მიყვარს რა. მაგრამ ხო იცი მე შენთვის ცხოვრებაში არაფერი დამიკვედრებია და არც დაგაყვებრი რა. ხო, ვიცი, მე მე ვფიქრობდი რა. მე რა სამხრივად მიყვარს ამდენი წელია. არ გაუმართლა ცხოვრებაში. კაცებზე გული აქვს აცრუებული მეთქი. საპასუხო სიყვარულს არც მოვითხოვდი შენგან. ვიცოდი რომ მეგობრობის გარდა არაფერს არ მივიღებდი. იმიტომ კი არა რომ ლოხი ვარ. იმიტომ რომ შენ ხარ. ემოციებს წარწმეული ქალი. ქმნისგან შეურაცხყოფილი. და სიყვარულისგან დაცლილი. მაგრამ საკაიფოდ შეგძლებია თურმე ღიმილიც, მიხუტებაც, კისკისით, სიყვარულიც და ალბათ სექსიც, ხო? არჩი ყველაფერი ვიცი რა. ჩამოვედი ბათუმში იდიოტივით. ვიფიქრებ ნახავ, იქნება მეჭირდება მეთქი და ესეთი ბედნიერი სახით მოდიოდი იმ ტიპთან ერთად გამოვბრუნდი უკან. ეს საუბარი, აი ეს დუდუ როგორც ლაპარაკობს, ეს არის პროტესტი, ეს არის როგორი კაცის პროტესტი, იცი, რომელსაც არ შეუძლია იმ ქალთან ერთად ყოფნა, რომელიც უყვარს და არ შეუძლია ამ ქალის გაკონტროლება და ამიტომ ეუბნება ასე უხეშად. და ამ ყველაფერს მაკა თვითონ ძალიან კარგად ხვდება და ზუსტად იცის რა ხასიათებისაც არის დუდუ. შესაბამისად, მასთან არ იჭერს ასეთ ურთიერთობას და ბრავო მაკა. ისე თქვენს თუ გაითვალისწინებთ ახალგაზრდები ურთიერთობებში ძალიან კარგს იზავთ, როდესაც შეამსჩნევთ კაცს, რომ აქვს ასეთი ხასიათები, რომ მუდმივად ყველაფერი უნდა აკონტროლოს და ყოველთვის თვითონ არის მართალი და ყოველთვის შენ გადანაშაულებს ყველაფერში, ასეთი ტიპის კაცები არიან ძირითადად манипуляტორები, არიან ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტები, რომ მათ არ შეუძლიათ შენ გაღიარონ, არ შეუძლიათ შენი შექება, იმიტომ რომ შენ რო გაღიაროს, გამოდის რომ თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიმდაბლოს და ეს ამას ვერ იზავს, იმიტომ რომ რაღაც გონია რომ თავმოყარეობის დაკარგვაა თუ ის შენს რაღაც დადებითს აღიარებს, იმიტომ რომ მან შენ რო გაღიაროს, მე ის შენზე ვეღარ იმანიპულირებს. შესაბამისად, манипуляტორ კაცებს ესეთი რაღაცები არ შეუძლიათ. ამიტომ ორი ვარიანტია, ან манипуляტორს უნდა ეთამაშო, ან უნდა დაემონო. არჩევანი თქვენზეა. სერიოზულ ურთიერთობას ზოგადად არ გეჭირთ манипуляტორებთან. ეს რაც შეეხება გოგონებს, რაც შეეხება კაცებს. თუ თქვენ ოდესმე შეგხვდებათ ასეთი ტიპის ქალი, ასევე манипуляტორი, რომელიც თავის ჭკუაზე დადის და არასდროს თქვენ არ გითვალისწინებთ და არ შეუძლია დათმობა, მუდმივად ცდილობს რომ ესეთი წამყვანი იყოს და ასე შემდეგ. რა თუ ან რეალურად ერთიგივე არ ორივე ერთნაირია, ხო? ან თუ თქვენ შეგხვდებათ ეგეთი ქალი, მასაც უნდა ეთამაშოთ. სხვა გზა არ გაქვთ. ან უნდა ეთამაშოთ, ან მის ჭკუაზე უნდა იაროთ. არჩევანი თქვენზეა. ასეთ ქალებთან არ გიჩვენებთ სერიოზულ ურთიერთობას. ასეთი ქალები, დამოუკიდებლები, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნიათ, საკუთარი თავმოყრობა გააჩნიათ და გააჩნიათ აი ესეთი ტიპის სიამაყე, რომ ის შენ ჭკუაზე არ ივლის კაცო. ის თუ შენთან ურთიერთობას დაიწყებს, აი მაგასნაირი ქალები დამოუკიდებლები, ხო? თუნდაც თამაში დაიწყებს შენთან, მარტო იმიტომ იწყებს, რომ იმას ეგრე უნდა.
ანუ შენ კი არ დააძალე და შენ კი არ მოხიბლე ისე ძალიან რომ ეხა იმან მოუნდა. არა, იმას ეგრე უნდა, იმას ეგრე შეერა. აი, როდესაც ამოუვა ყელში ეს შენი რაღაცა კაპრიზები, რაღაც თამაშები, ნუ დაიღლება და გეტყვის რომ კარგად იღავი კაც, სულ აი, ნუ დაიღალა, მორჩა რა, ამოწურა თავისი ლიმიტი, ამოწურა იმათ შენს მიმართ ინტერესები და დამთავრებულია, წავა. იგივეა, ეგ არის ყველა манипуლატორული ხასიათის ადამიანის ქცევა. როდესაც ის იღლება შენთან თამაშით, აღარ აქვს შენგან ემოციები, აღარ მოდის რაღაცა, აღარ მოდის აღარც სიმპათიები, აღარც უნება, აღარც არაფერი, ის უბრალოდ ადგება და წავა. არც კი დაენანები. ერთადერთი შეიძლება დაენანოს ის, რომ აღარ გრძელდება თამაში, იმიტომ რომ თამაში ზოგადად ძალიან აზარტული და საინტერესოა, მაგრამ როდესაც ორივე ადამიანი უკვე თამაშში კი არ არის, უკვე თამაში გადადის სერიოზულ დაპირისპირებაში აღარ არის ეს გართობა, ეს არის უკვე ბრძოლა, ხო? აი წარმოიდგინეთ ჭადრაკის თამაში. ჭადრაკი როდის არის საინტერესო ყველაზე მეტად, როდესაც შენი წლის სვლა, მაგალითად შეგიძლია უცბად შამათის ჩასმა, მაგრამ არ სვამ ამ შამათს და სპეციალურად აკეთებ ისეთ რაღაცებს, რომ ეს თამაში დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ როდესაც მაგალითად სპეციალურად შამათს გისვამს ძალიან სწრაფად, როდესაც ძალიან ხშირად გეთამაშება და გეუბნება რომ მე ხო შენ მოგიგე და შენ არაფერი არ შეგიძლია და რაღაცა ეს უკვე აღარ არის თამაში, ანუ ეს უკვე აზარტი აღარ არის, ეს არის უკვე ადამიანის დამცირება, რომ იცი რა მე რადგან შენზე მაგრად ვთამაშობ ჭადრაკს, ამიტომ შენზე მაგარი ტიპი ვარ. შენ რო ჩემზე კარგად თამაშობ ჭადრაკს, მაგარი ტიპი არ ახარ. შენ უბრალოდ ჩემზე კარგად თამაშობ ჭადრაკს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჩემზე კარგი ტიპი ხარ, ეგ იმას ნიშნავს რომ უბრალოდ ჩემზე კარგად თამაშობ. ანუ ხვდებით სად არის დამალული ძაღლის თავი. დიახ. ზოგადად რო იცოდეთ ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა არის ძირითადად თამაში, თუ არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი სერიოზულ გრძნობებზე. და გეტყვით რომ იმიტომ რომ სადაც რეალური გრძნობებია, გულწრფელი აღიარება, გულწრფელი სიყვარული, იქ თამაში არ არის. თუმცა, თუ მაგალითად მოხდა ესეთი რამე, გოგონებსაც და ბიჭებსაც გეუბნებით, რომ თქვენ შეგიყვარდათ, ვაი და შეგიყვარდათ манипуლატორი, შეეცადათ რომ ითამაშოთ. მე მისმის რომ ეს არის ძალიან რთულია ითამაშო ადამიანს, ვინც ძალიან გიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ არის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაში თქვენთვის. ანუ რას გულისხმობ უყურეთ, მაგალითად, მიჯაჭვულობა манипуლატორზე არის ძალიან რთული. რატო? ჩვენ, როდესაც ვინმეს ვეჯაჭვებით, როგორც წესი, ვეჯაჭვებით ემოციას, არა ადამიანს. ადამიანს არა. ადამიანს ვერ მიეჯაჭვები. ეჯაჭვები იმ ემოციას, რა ემოციაც გაკავშირებს ამ ადამიანთან. არის ეს დაცულობის შეგრძნება, არის ეს ზრუნვის შეგრძნება, არის ეს ინტერესის შეგრძნება, არის ეს რაღაცა დაუსრულებელის შეგრძნება, არის ეს ენერგეტიკული მიზედულობა, რომ იცი მიდიხარ, ტოქსიკურია, არ გინდა, მაგრამ მაინც მიდიხარ, რომ იქნება გამოვიდეს, იქნება სხვანაირია, იქნებ კი არ მეთამაშება, სერიოზულად ფიქრობს, მაგრამ არა. არა, ეს მისთვის არის ყოველთვის თამაში და თქვენთვის არის ყოველთვის ემოციურად მტკივნეული. თქვენ გამოიფიტებით მუდმივად აძლევთ სიყვარულს, სითბოს, რომ ვაიმე იქნება და ბევრ სიყვარული მივცე, უფრო მეტი სიყვარული მივცე და უფრო მეტად შემიყვაროს, უფრო მეტად დამაფასოს, არ დაგაფასებს, გეტყვით. არ დაგაფასებს. თუ ადამიანს არ უყვარხარ, რაც არ უნდა გააკეთო, მაინც არ შეუყვარდები. მით უმეტეს манипуლატორს, იმიტომ რომ манипуლატორებს სიყვარული არ შეუძლიათ, მარტო შეუძლიათ გრძნობებზე თამაში. манипуლატორს თუ თვითონ შეუყვარდა ვინმე, ამას არადროს ხმამაღლა არ აღიარებს, იმიტომ რომ მისთვის სიყვარული არის სისუსტე. რატო? იმიტომ რომ манипуლატორმა იცის, რომ ის ვინც მას შეუყვარდება, მას შეუძლია ამ ადამიანზე გავლენა მოახდინოს. შესაბამისად, ის არასდროს არ აღიარებს, რომ ვინმე უყვარს. თუ გეტყვის, ხუმრობით გეყვას, რომ აუ ძალიან მიყვარხარ, კაცო, უბრალოდ გეხუმრები, კაცო, რაღაც სერიოზულად კი არ მიიღო. ანუ ესეა ყველა манипуლატორი ესეთი, აბსოლუტურად ყველა. იმასაც გეტყვით, რომ აი ესეთი ნარცისული ტიპის ადამიანები, манипуლატორები, ესე ჰაერზე არ ხდებიან ესეთები, ეს მენტალური პრობლემაა. ეს არის ძალიან ბევრი ტკივილის, ძალიან ბევრი დაჩაგვრის, ძალიან ბევრი უსამართლო ურთიერთობების, ძალიან ბევრჯერ უსამართლო მოქცევის, ძალიან ბევრჯერ გატეხილი გულის და ასე შემდეგ აი ყველაფრის შედეგი. და ნუ ეს ადამიანი, ეს კაცი ან ქალი არ აქვს მნიშვნელობა, ჩამოყალიბდა манипуლატორად. რატომ?
იმიტომ რომ ის ძულებულია საკუთარი თავი დაიცვას, იმიტომ რომ მან ბევრჯერ გასცა, ბევრი სიყვარული გასცა, ბევრ ადამიანთან გასცა, ან ერთ ადამიანთან ბევრჯერ გასცა. და როდესაც მეორე მხრიდან არ მიიღო არც პეტივისცემა, არც დაფასება, ეგონა რომ რაც უფრო ბევრს გასცემ, უფრო ბევრს მიიღებ და სიამოვნებაში ეგრე არ არის ხალხო, რაც უფრო ბევრს გასცემ, უფრო ცოტას მოგცემენ, ამიტომ ჯობია რომ ბალანსი იცოდეთ, რომ ყველას იმდენი მიეცით, რამდენსაც იმსახურებს. როგორც იტყვიან, მიეცით კეისარს კეისრესა და ღმერთს ღმერთისა, აი ასე უნდა მოიქცეთ ყველა ურთიერთობაში, იმაზე მეტი არასდროს არ გასცეთ, ვიდრე ადამიანი არ იმსახურებს. გაუძელით მოგენატრებად? არა უშავს. გაუძელვა. ჩემთვის ცოტა მტკივნეულია ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ჩემთვის ცოტა ესეთი არის, რომ აი მეცოდებიან თქო ვერ ვიტყვი, ესეთი შეხედულება მაქვს. წარმოედგინეთ ადამიანი, რომელიც იძულებულია რომ მანიპულატორი იყოს, იმიტომ რომ ასეა მიჩვეული მისი ცხოვრება, ცხოვრების სტილია. იძულებულია საკუთარი თავი დაიცვას, იმიტომ რომ ალბათ იმიტომ რომ თვითონაც ემოციურია და იძულებულია რომ აი ეთამაშოს. თუნდაც იმ ადამიანს ვინც ძალიან უყვარს, იძულებულია რომ ეთამაშოს. იმიტომ კი არა რომ დაუბრუნდეთ ესია მიჩვეული, იმიტომ რომ ის საკუთარ თავს იცავს. ვიცი რომ იმას ტკენს, იცის რომ ტკენს, იცის რომ ეწყინება, იცის რომ ამაზე გაბრაზდება, გამწარდება, მაგრამ ესე ურჩევნია. კიდევ ვისაუბროთ ესეთ რაღაცებზე. წარმატებები.